თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. დღეს მე მოგიყვებით Facebook მორალისტებზე, სოციოტიპებზე, რომელთაც მართლა არ აქვთ მეტი საქმე და სხედან ასე კლავიატურებთან და მხოლოდ Facebook-ში მუშაობენ. მეც Facebook-ში ვარ, მაგრამ ხანდახან სხვა საქმესაც ვაკეთებ. მაგალითად ახლა ამ წუთებში გადაცემა მიმყავს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ვაიმე რა კარგად წერ არ გიცდია? კითხა მწერალს ერთმა ფრენდმა. წერა არ გიცდიაო, ეუბნება ადამიანს, რომელსაც ზუსტად მისი წონა წიგნი აქვს დაწერილი და ამას წინათ ლიტერატურული პრემია საბა მოიგო. რატომ მე ან კმენენ ძაღლები? იკითხა ელა კატო ეკატერინემ და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ყველა ადამიანი ბიოლოგიური ნარჩენია. რას ერჩით ამ ქუჩის ძაღლებს, რატომ მე ან კმენენ? ანუ მას რომ არ კმენენ, ვინც ის იქნებ არ შეხვედრია სადმე ზაღლები, ვიზეც ვიღაცა წერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც დაწერა ის ტყუის. თუ ძალადობდა, ეხლა გაახსენდა? იკითხა მადლენა დეიდამ და ჯერ დალურჯებულ კლავს დახედა და მერე იქვე მიგორებულ თვალ ქმარს იავლო თვალი. ნაცკოცური დისკუსიის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის. ეს ხალხი ყველაზე მეტად მიყვარს. მესამე ძალას რომ ელოდება. ვითომ ახლა დავიძინებთ და ხვალ როდესაც ყველა გავიღვიძებთ, ვინმე გამოაცხადებს თავს მესამე ძალად. ისე რა მაგის პასუხია და ერთმა წითელ კუდიარმა მეუფემ ხომ განაცხადა ამას წინ. პატარა ჭკვიანად იყავით ოპოზიციაც და მთავრობაც, თუ არა ვინაა მესამე ძალა გაჩვენებთო. სავარაუდოდ თავის თავს და ეკლესიას გულისხმობდა. ოე, სიკიმბალებო, თქვენ ჩემი სკიკოლიკებო, რაც ბიძინას ქველმოქმედება აქვს ნაკეთები, თქვენ წინაპრებსაც არ დაესიზმრებათ. თქვა ერთმა და წამოესია 10. ვაი შენ შეგ 3 წერტილი, ბიძინას პინგვინმა და დაგა ასევე 3 წერტილი, ბიძინას ზებრამ, შემონა შენა. ბოლოს ჟამი მოახლოებულია, გონს მოვიდეთ ხალხო, რა დროს პოლიტიკაა. თქვა ღვთისმოშიშმა და სამარხო, შაურმას გვარიანად მოაცალა ერთი ნაჭერი. თქვენ ღმერთის გამყიდველებო, გადაშენდით აქედან, როცა მეფე ნარიმანი აკვრავს, ვისენდობით. ეს კითხვა უკვე ყველას გვეკუთვნის, ნაცებსაც და ქოცებსაც, შუაშისტებსაც, მორწმუნეებსაც და ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეებსაც. ამას რომ დებთ რა პონტია არ ტეხავს, პირადი ინფოს გასაჯაროება, თქვა ვიღაც პოლიტკორექტულმა აქტივისტმა. მის დღემში რომ ყველას შენიშვნას აძლევს და ჩაჩი დაქალს მისწერა, ალხაზაშვილი ვნახე თავის საყვარელთან, პიცერიაში შემოვიდა, ვითო ვერ დამინახა, ეგ დებილ ქალა ეგა, გაუდგა ბოზობა აშკარადო. ამ ნაძირალა კაცთან, ვინც მეგობრობთ, თქვენ თვითონ ამოიშალეთ თავები, ჩემი ფრენდებიდან, თქვა კრისტალურად სუფთა წარსულის მქონე მომხმარებელმა. უცნობებს არ ვიმატებ, განსაკუთრებით ცოლიანებო შემეშვით, დაპოსტა შეტევაზე გადასულმა 35 წელს გადაცილებულმა უკვე გასათხოვრად გამზადებულმა ქალმა და ბოლოს ჩემი ფავორიტი პოსტია დღის ბოლოს შემოსული ფრენდი. რა ხდება? რა გამოვტოვე? რა ნარგიზა? რა კლიმენტი? რა მალხაზი? ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.